თანამედროვე თაობის ამ საუკუნის ერთ-ერთი პრობლემა, რომელშიდაც დღეს ჩვენ გვიწევს ცხოვრება, ეს არის დრო. ადამიანები ხდებიან დაკავებულები. გუშინ ხაშურში გავიხსენე, ახალი მორწმუნე ვიყავი მაშინ და სხვათა შორის კარგი გამოცემები იყო ხოლმე მაშინ. ეს 90-იანი წლები არის. იყო ასეთი ჟურნალი ცისკარი, სადაც იყო რწმენის გვერდი და სხვათა შორის იქ 90-იან წლებში დაიბეჭდა ძალიან ცნობილი ევანგელისტის ეს მართლმადიდებლური იყო და მე არ ვიცი მაშინ მადლობა ღმერთს ამისთვის რომ მაშინ ეს ხდებოდა. იყო ასეთი ცნობილი ევანგელისტი, რომელიც არ იყო პროტესტანტული ტრადიციის ქვეყნიდან. ეს იყო ინდოელი კაცი, სადუ სუნდარ სინგჰი. შეგიძლიათ მოძებნოთ Google-ში და წაიკითხოთ მის შესახებ. ეს იყო პიროვნება, რომელიც თავის ხელით დაწვა ბიბლია და თქვა, რომ ეს აბსურდი არისო, აბდაუბდა არისო. იყო ძალიან მდიდარ ოჯახში დაბადებული, მიიღო ბრწყინვალე განათლება, მაგრამ დაიწყო ჭეშმარიტების ძიება. იმედგაცრუება მიიღო ინდუისტურ რელიგიებში. დაინტერესდა ისლამით, იმედგაცრუება მიიღო ისლამში და იმედგაცრუება მიიღო ეგრეთ წოდებულ ჩარჩოებში ჩასმულ რაღაც რჯულზე და წესჩვეულებებზე დამყარებულ ეკლესიებში და მაგით ამბობს მე დავწვიო ბიბლია ვთქვი რომ აბსურდი არის ეს ყველაფერი და ბოლოს გადაწყვიტა რომ აზრი არ ქონდა სიცოცხლეს და თქვა რომ აზრი არ აქვს მე ვერ ვიპოვე ვერსად ვერაფერი და აზრი არ აქვს ჩემს სიცოცხლეს რატომ უნდა ვიცოცხლო საერთოდ და გადაწყვიტა მოეკლა თავი. მე ვცხოვრობდიო ერთ-ერთ სახლში, ჩემთან ძალიან ახლოს, სახლთან გადიოდა რკინიგზის ხაზი. და გადავკეტე კარები, ჩავიცვი, მოვემზადე, შევდექი სარკმლის რაფაზე, დაველოდე მატარებელს, როცა მატარებელი მოუახლოვდებოდა ჩემს სახლს, მე გადავხვდებოდი და დამთავრდებოდა ყველაფერი. ჩავთვალე რომ თუ არ არსებობს ჭეშმარიტება, ჩემს სიცოცხლესაც არავითარი აზრი არ აქვს. და როცა შევდექიო ფანჯრის რაფაზე, უეცრად განათდა რაღაც ზებუნებრივი სინათლით ჩემი სახლი. როცა მოვბრუნდი, მე ვიხილე ხელებ დალურსნული იესო. დიდება უფალს. ის იდგა ჩემს წინაშე. ეს რამდენიმე წამი გაგრძელდა, ის მალე გაქრა. ეს კაცი გახდა ქრისტიანი. მე უბრალოდ არ ვიცი არც მიფიქრია ეს და დამემოწმებინა თქვენს წინაშე და ეს კაცი გახდა ევანგელისტი, ოღონდ საერთოდ არ იცნობდა არანაირ პროტესტანტულ ტრადიციას. უბრალოდ დაიწყო კვლევა წმინდა წერილის და დაიწყო ქადაგება ღმერთის სიტყვის. ერთ-ერთ სოფელში, როცა მივიდა ინდუსების სოფელში, ისინი ძალიან აგრესიულები იყვნენ. შეიპყრეს ეს ხელფეხი დამემტრიესო თვითონ წერს ხელფეხი დამემტრიესო ისე მცემეს და უზარმაზარი ესეთი ჭა ქონდათო და ეს ჭა ესეთი იყო და დაბლა რო ვარდებოდი ხევში ვარდებოდი სადღაც რაღაც ისეთ ხევში და იქ ჩამაგდესო ამას სიკვდილ მისჯილების ჭას ეძახდნენ და ჩამაგდესო იქ და რო დავეციო სულ დამტრეული ვიყავი და ძალიან ცხელოდაო და გულში ლოცვა დავიწყეო უფალო ნეტავი ვინმე გამოჩნდებოდეს ამ ხევში იქ არავინ არ დადიოდა საერთოდ ნეტავი ვინმე გამოჩნდებოდეს ამ ხევში რომ უბრალოდ მოვიდოდესო და ერთ ყლუp წყალს მაინც დამალევიდებდესო და ძალიან მალე ვიღაც მგზავრი გამოჩნდაო მოირბინაო ჩემთან იქვე წყალი იყო წავიდაო პეშვი წყალი აიღო მომიტანა დამალევინაო კიდე გაიქცაო მეორედ აიღო პეშვი მომიტანა დავალევინა და მესამე დრო რომ მომიტანაო და მისი პეშვიდან წყალს ვავდიო მის ხელებზე ნალურს მე ვიდავინახეო უფალო თქვი და გაქრაო 10 წუთის მერე ეს კაცი თავისივე ფეხით დაბრუნდა იგივე სოფელში და ისევ ქრისტეზე გადაგებდა ეს იყო პიროვნება, რომლებიც დაახლოებით 20-იანი წლები იყო, თუ არ ვცდები, მე შეიძლება თარიღები ზუსტად აღარ მახსოვდეს. ჩავიდა ამერიკაში ყველასთვის უცნობი ადამიანი, ყველასთვის უცნობი. ეს არ იყო რომელიმე კონგრეგაციიდან, რომელიმე დენომინაციიდან, ვიღაცასგან დაარსებული ზოგს გონია ეს ამერიკული რწმენა არის.
ჩავიდა ამერიკაში და ამერიკაში გადაგებდა იმას, რაც თვითონ სამდა და ეს იყო ჭეშმარიტება და ეს იყო სახარება. დიდება უფალს. ასევე იყო ერთი ასეთი გამოცემა, მართლმადიდებლური გამოცემა იყო ლაზარეს აღდგენება, ალმანახი იყო, წიგნივით გამოიცემოდა ესაც და იქ იყო ერთი კაცის მოწმობა ასევე, ეს იყო მართლმადიდებელი ბერი, მისი სახელიც მახსოვს, თეოფანე დაყუდებული, რომელმაც 1905 წელს, ეს მოხდა 1905 წელს, ნახახილვა. ეს კაცი გაყვანილი იყო სულში. და უბრალოდ თქვა, რომ მე აღმოვჩნდი ჯოჯოხეთშიო. მე არ ვიყავი იქ ხორცით, მაგრამ ვიყავი იქ. მე ვიყავი ადგილზე, სადაც ლუციფერმა შეკრიბა დემონები და ესაუბრებოდა მათო, ელაპარაკებოდა მათ. და მე ეს მესმოდაო ყველაფერი. ისო ეუბნებოდა მათ, რომ არ გცხვენიათო? არ გცხვენიათ? რომ მარტო ბებიებისა და გადიების ზღაპრებში ხარ დარჩითო და თქვენით მარტო ბავშვებს აშენებენ და მეტი არაფერი და ჯვარცმულმა დაიპყრო მთელი სამყარო. ნუ თუ არ გცხვენიათ ამის და არ ფიქრობთ, რომ ჩვენ რაღაცა უნდა გავაკეთოთ ახლა და რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ და დასახა გეგმაო. და მე ეს მესმოდა ყველაფერი. და ეს არის 1905 წელი. როცა ჯერ კიდე ტელეგრაფიც არ არის განვითარებული ბოლომდე, ერთადერთი ტექნოლოგიური ინდუსტრია ორთქმავალია, მეტი არაფერი. ადამიანები ისევ გადაადგილდებიან ცხენებით, არაფერი არ არის განსაკუთრებული. რაც ხდებოდა 10 საუკუნის წინ, იგივე ხდება იქ. საუკუნეების განმავლობაში უცვლელი საშუალებები. გასაგებია? და ამბობს, ლუციფერი ეუბნება, მარცხნიდან უნდა განვავითაროთ შეტევაო. სიტყვა მემარცხენეობა რამეს გეუბნებათ? რა მოხდა 1917 წელს? ულტრამემარცხენეების რევოლუცია რუსეთში. რამ მოიცვა მთელი მსოფლიო ცოტა ხანში? მემარცხენე იდეოლოგიის ადამიანების სოციალიზმი, ლიბერალიზმი და სხვა რაღაცა. მე არ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი დემონურია და რაღაცა. მაგრამ ეხლა დაინახავთ კიდე მიზანს ცოტა ხანში. ასევე ის ამბობს, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერიო, რომ ადამიანები აღმოჩნდნენ დაკავებულები, რომ მათ არ ეცალოთ ჯვარცმულთან ურთიერთობისთვის, რომ ჯვარცმული მათ ცხოვრებაში დარჩეს მარტო ტაძრებში და ხატებზე და მეტი არაფერი. ასევე გააკეთეთ ყველაფერი, რომ შეხვიდეთ მღვდელმსახურების ცხოვრებაში, აცთუნოთ ისინი და აშკარა გახადოთ მათი საქმეები და მათი ცოდვები, რომ გამოაშკარავდება, ადამიანებმა რწმენა უნდა დაკარგონ მათში. და ამით მათში კი არ დაკარგავენ რწმენას, ჯვარცმულს დაშორდებიანო. ასევე ის ამბობს, მიდით ხალხთან, განავითარეთ სხვადასხვა თეორიები, ელაპარაკეთ, რომ სულიერი სამყარო საერთოდ არ არსებობს. არ არსებობს არც ღმერთი, არ ვარსებობთ არ ჩვენ, ნუ გეშინიათო. დაიჯერონ ადამიანებმა, რომ ჩვენ არ ვარსებობთ. ამით ისინი მაინც ჩვენ მახეში გაებმებიან. შემდეგი ისე უმნება, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ადამიანებს ჰქონდეთ სწრაფი გადაადგილების საშუალებები და შორი მანძილიდან ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალებები, რომ მიიღონ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, დაკავდნენ ამ ინფორმაციით, რომ აღარ ეცალოთ ჯვარცმულით. მეგობრებო, ხედავთ, რაც დღეს ვითარდება, ეს კიდე ერთხელ ეს არის ყვარც პროტესტანტი, ეხლა მაინც რო არის ლაპარაკი. ეს იყო ჩვეულებრივი ბერი, უბრალოდ მან ეს მოისმინა. მე არ ვამბობ, რომ ეს 100%-იანი ჭეშმარიტებაა, მაგრამ ყველაფერი ერთ-ერთზე ჯდება და ემთხვევა. ასე რომ ერთი რამე იცოდეთ, ჩვენ ხშირად ისე გულუბრყვილოდ დავდივართ ქვეყანაზე, იმდენ კარგ რაღაცა შემოთავაზები, მგონია, რომ ეს შემოთავაზები ისეთი უწყინარია. სინამდვილეში ეს ერთი გეგმის ნაწილია ხშირად. ადამიანები გახდნენ დაკავებულები. დღეს არის ერთი სიტყვა, რომელიც ძალიან ხშირად არ მცალია, დრო არ მაქვს. ადრე წავიკითხე სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი ფილოსოფოსი ამბობდა, რა უცნაურები ვართ ადამიანი. ჩვენ ძალიან დიდ ფასს ვიხდით იმისთვის, რომ როგორმე ფული ვიშოვოთ.
რაღაცა ნივთები მოვაგროვოთ, ჩვენ მსხვერპლად ვიღებთ დროს, მსხვერპლად ვიღებთ ჯანმრთელობას, მსხვერპლად ვიღებთ ენერგიას, მსხვერპლად ვიღებთ ყველაფერს ვიას მოვიპოვოთ. მერე კიდე ყველაფერ ამას ვხარჯავთ, რომ ისე ვის დავიბრუნოთ, რაც დავხარჯეთ. ჩვენი ჯანმრთელობა. და არ ვფიქრობთ. ეს მარტო თქვენ არ ხართ, ჩვენ ვართ, ეს ჩვენი ხვედრია, ჩვენ ადამიანები ვართ. მარტინ ლუთერი ამბობდა, მე ვარ ადამიანი და არაფერი ადამიანური არ არის ჩემთვის უცხო. მეგობრებო, ჩვენ ვემზადებით ბევრი რაღაცისთვის, ვემზადებით უმაღლესი ჩასაბარებლად, ვემზადებით დაქორწინებისთვის, გათხოვებისთვის, ვემზადებით სტუმრებისთვის, ვემზადებით ახლობლებისთვის, ვემზადებით და არ ვემზადებით იმ კარების შესაღებად, რომელსაც მარადისობა ქვია. შეიძლება არც დაბადების დღე აღნიშნო, არც ქორწილში წახვიდე, არც სხვა რაღაცა, მაგრამ იმას აუცილებლად შეაძლო. და ჩვენი უბედურება იცი რა არის? ჩვენ არ ვიცით როდის. ჩვენ ვიმედოვნებთ, გათვლები გვაქვს. გგონია რომ ეს იქნება 100 წლის მერე, სურვილებიც გვაქვს ხოლმე 100 წლის მერე, მაგრამ შეიძლება 10 წუთის მერე იყოს. შენ დარწმუნებული ხარ? ამიტომ ქრისტე და წმინდა წერილი გვეუბნება სანამდე არის დრო, ეხლა არის დრო. ნუ გადადებ, იმიტომ რომ ხვალ შეიძლება. ძალიან გვიანი იყოს. ჩვენ გვაქვს გამოცხადება, სწავლება და სხვათა შორის პროტესტანტული აღმსარებლობა ქრისტიანობის ეს საუკეთესო ნიადაგი არის ამაზე აშენებული დენომინაციაა ეს. გამოცხადება ღმერთის მადლზე. იმ ხუთი სოლა, იცით რომ პროტესტანტიზმის მთავარი თეზისი, ეს არის სიტყვა სოლა არის ლათინური სიტყვა და ნიშნავს მხოლოდ ნიშნავს. ხუთი სოლა. ეს არის მხოლოდ მადლით, მხოლოდ ღმერთისთვის, ღმერთის ადიდებლად, მხოლოდ ქრისტეთი და ასე შემდეგ. ნუ არ ჩამოვთვლი, ხუთივე შეიძლება რაღაც შემეჩალოს. არ აქვს ამას დიდი მნიშვნელობა. ერთ-ერთია მხოლოდ მადლით. გამოცხადება ღმერთის მადლზე. მაგრამ ხშირად ქრისტიანებს თქვენ, მე გამოცხადება ღმერთის მადლზე და მისი არასწორი გაგება დათვურ სამსახურს გვიწევს. მე ხშირად მომისმენია, ეცი როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა იყო. გახსოვდეს რომ ღმერთის მადლი შენთან არის. და ჩვენ განვავითარეთ ხშირად ესეთი სწავლება. მე რა თუ დღეს შევცოდაო. მე რა თუ დღეს სხვა გამოსავალი არ მაქვს. ღმერთის მადლი ჩემთან არის, მოვინანიებ და ღმერთი მაპატიებს. და ამან ძალიან ბევრი ადამიანის დაცემა გამოიწვია. დაცემა, რომლისგანაც მობრუნება ვეღარ შეძლეს. იცი, ჩვენ იმედი მაქვს, რომ ღმერთი პატიებელია, ჩვენ ამას ვამბობ, ჩვენ ამას ვაღიარებ, კი, ჭეშმარიტება, ღმერთი პატიებელია. შენ თუ მიხვალ მოსანანიებლად. შენ თუ შეძლებ მობრუნებას. ესავზე წერია, რომ ითხოვდაო ცრემლებით, მაგრამ ვერ შეძლო მიღებაო. რატო ვერ შეძლო მიღება? ღმერთმა დაუკავა? არა. ერთხელ მქონდა მე ამაზე და ეკლესიაშიდაც გითხარით, ერთხელ მქონდა მე ამაზე პასუხი, ძალიან მოკლე პასუხი ღმერთისგან, როცა ვლოცულობდი და გავიგონე სიტყვა შეუქცევადი პროცესი. არის ხშირად ის პროცესი, რო ჩაირთვება, იმას ვეღრაფრით ვეღარ გააჩერებ. მოვლენები დაიწყებს ისე განვითარებას, რომ შენ კი აღარ მართავ რაღაცას, ის გმართავს თვითონ. როცა მანქანით გადაადგილდები, ავტომობილით გადაადგილდები, შენ დაგყავს ავტომობილი თუ ავტომობილს დაყავხარ შენ? ავტომობილში ზიხარ. მითი გადაადგილდები და შენ დაგყავს ის თუ მას დაყავხარ შენ? მე კი ვზივარ მაშინ, მაგრამ მე ვმართავ მას, მაგრამ არის ერთი რაღაც. თუ მუხრუჭები გაფუჭდა, ან მართვის საჭის მექანიზმი გაფუჭდა, შენ კი ზიხარ და გინდა მართო, მაგრამ ვერაფერსაც ვეღარ მართავ. შენ ვეღარ მართავ და ვეღარ აკონტროლებ სიტუაციებს. ის თვითონ გმართავს უკვე და ეს კატასტროფით მთავრდება. თუ ავტომობილმა იყო თავის თავზე მართვა, შენ იქ უკვე ზიხარ და სიკვდილისკენ მიდიხარ. იცი რომ შენი განადგურებისკენ მიდიხარ. იმიტომ რომ შენ კი აღარ მართავ, ის გმართავს უკვე და ის უსულოსაგანია და მან როგორ უნდა გმართოს. დამთავრდება კატასტროფით. იცი ცხოვრება ამ ავტომობილივით არის, ჩემო ძვირფასებო.
არის მდგომარეობა, როცა შენ გიჭირავს სადავეები და მართავ. ჩვენ გონია რომ მართავთ რაღაცეებს. აი ეს სადავეები ჩაიგდოს სხვა ხელში, შენ კი გონია რომ ხელში გიჭირო, რეალურად შენ არაფერს აღარ მართავ. და მიფრინავ შენი კატასტროფისკენ. და ამას ქვია შეუქცევადი პროცესი. აქ შეიძლება ცრემლები ზღვარო მერე. იცი თუ საჭის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა გაფუჭდა ავტომობილზე, გინდა ცრემლები ღვარე იქ და გინდა რაც გინდა აკეთე. ამას უკვე არაფერი აღარ აჩერებს. ასაგებია? ამიტომ სანამდე არის დრო, წმინდა მოციქული პეტრე გვასწავლის. წმინდა ხავით თქვენს გულებში ქრისტე როგორც უფალი. წმინდა ხავით თქვენს გულებში ქრისტე როგორც უფალი. ეს რას ნიშნავს? ის კი არ გვართმევს ჩვენ მართვის სადავეებს. მან ეს სადავეები პირიქით ჩვენ მოგცა. წმინდა წერილი ამბობს, თავისუფლებისთვის გაგანთავისუფლად ქრისტემ და ნუ შეუდგებით მონობის უღელს. თავისუფლება. სიტყვა თავისუფლება, რა კარგი სიტყვაა. და რამდენი ადამიანი შეეწირა მას მსხვერპლად. თავისუფლება უნდოდათ და სინამდვილეში მონობაში ჩავარდნენ. თავისუფლება უნდოდათ და თავაშებულება მიიღეს შედეგად. თავისუფლებისთვის გაგვანთავისუფლა ქრისტემ. მაგრამ ეს სიტყვა ქართულში ზღერს ძალიან კარგად. თავის უფალი. თავის უფალი. შენ რო ფლობ შენ საკუთარ თავს. და მე თუ თავის უფალი ვარ და თუ წმინდა მოციქულ პეტრეს დაუჯერებ, იქ წერია, მოდი და შენი მართვის სადავეები, მან რომ მოგცა შენ, გეყოს სიბრძნე და მას გადაეცი. იმიტომ რომ ის შენზე კარგად მართავს. მას არასდროს არ გაუფუჭდება სამუხრუჭე სისტემა. მას არასდროს არ გაუფუჭდება საჭის მექანიზმი. ამიტომ ის უკეთესად ხედავს, მას უკეთესი ნავიგატორი აქვს. 100%-იანი ნავიგატორი აქვს. ჩვენ 10 წუთის იქით ვერ ხედავთ, მან საუკუნეების მიღმა იცის. ამენ, მეთანხმებით. ასე რომ ეს ჩვენ არჩევანზეა. განსხვავებით ბოროტისგან, ბოროტი ახორციელებს დივერსიებს და მას არ აინტერესებს შენ დაპატიჟე თუ არ დაპატიჟე, მოიწვიე თუ არ მოიწვიე, გინდოდა ეს თუ არ გინდოდა. მას მთავარი ერთი აქვს, მას უნდა. მას რაც უნდა იმას აკეთებს. ამისგან განსხვავებით ჩვენი უფალი ასეთი არ არის. ამენ. შეგიძლია დამეთანხმო. გამოცხადების მესამე თავის მე-20 მუხლი. წმინდა წერილი ამბობს, მე ვდგავარ და ვაკაკუნებ. მე ვდგავარ და ვაკაკუნებ. ეხლანდელი ქადაგება, რაც ეხლა გესმით, ესეც კაკუნი არის. ესეც კაკუნი არის. რაც წინათ მოისმინეთ, რასაც წეღან ამბობდნენ, წეხან დაამოწმეს და ესეც კაკუნია, ესეც გაფრთხილება. ღმერთი არ იჭრება ჩვენ ცხოვრებაში. მას აქვს შემოთავაზებები და რჩევები. და მარადისობა, დაგელოდება, სანამდე შენ თვითონ არ მიიღებ ამ რჩევას. ის ძალით არასდროს არ მოგახვევს თავს. ზოგს ასე გონია, რომ იცი, აი ღმერთს რო არ მოусმინე, ღმერთმა დამსაჯა ეხლა. არა. ღმერთს რო არ მოусმინე, ღმერთმა კი არ დაგსაჯა. ღმერთს რო არ მოусმინე, შენმა არჩევანმა დაგსაჯა. იმიტომ რომ ორი ალტერნატივა არ არსებობს სამყაროში. სიცარიელი არ არსებობს. ორი ალტერნატივა თუ არ არის ღმერთი იქვია ეშმაკი. როცა არ უსმენ მას, შენ უსმენ სხვას. როცა არ იზიარებ მისას, იზიარებ სხვისას. ანუ რისი თქმა მინდა ჩემო ძვირფასებო და ჩემო მეგობრებო. არის რაღაცეები, რაც უნდა გავითვალისწინოთ მე და შენ და გაფრთხილება, რაც უნდა მივიღოთ ჩვენ ცხოვრებაში. ჩვენ ცხოვრებაში ის დაიწყებს განვითარებას, რასაც აირჩევ. ამიტომ ხშირად ჩვენ არ ვფიქრდებით პროფესიის არჩევისას, არ ვფიქრდებით ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას. ხშირად ყველაფერი გრძნობაზე გადაგვაქვს. ხშირად ყველაფერი იციერაზე გადაგვაქვს იმ ჩვენ ნათელ ფერებში დახატულ ისა სურათზე, რასაც ხშირად ცხოვრება გვიხატავს. ხშირად ჩვენ ცხოვრებაში ბევრი რეკლამაა, რომელიც ყალბია. ყალბი. იცი ჩვენ ხშირად ესე ვართ, იმ რეკლამას წამოვეგები და ვამბობ, აი ავშენდით, ეხლა ძალიან მალე გამოჩნდება, რომ უფასო ყველი თურმე მარტო სათაგურშია და შენ იკისრიდან ამოიღებდნენ იმას ყველაფერს, რაც გონია, რომ უფასო იყო. და ერთადერთი რაც უფასოა ჩვენ ცხოვრებაში, ეს ქრისტეს მსხვერპლით მოცემული სიცოცხლეა. დიდება უფალს. მან მოგცა ეს ყველაფერი. და
რა დიდი შეცდომა და რა დიდი დაუნახაობა არის ხშირად, როცა მე მის მსხვერპლზე და ამაზე უარს ვამბობ მიზეზით, რო არ მცალია. და იმის მიღებას ვცდილობ, რისთვისაც ძალიან დიდს გადამახტევინებენ. და ისე გადამახტევინებენ ცხოვრება რო ვერ გადავიხდი. ისე დვალებს. ამიტომ ერთხელ ერთ ახალგაზრდა ადამიანთან მქონდა საუბარი და ესეთი ის მქონდა, აბა სამსახური დავკარგო? მე არ გეუნები სამსახური უნდა დაკარგო. მაგრამ მე შეკითხავ, რად გინდა სამსახური თუ ის ღმერთს გაკარგინებს? რად გინდა სამსახური კი არა, რად გინდა ოჯახი? ოჯახი უნდა დავკარგო? რად გინდა ოჯახი თუ ის ღმერთს გაკარგინებს? რად გინდა ვინმე თუ ის ღმერთს გაკარგინებს? თუ ის გაშორებს ყველას და ყველაფერს? რაშიდაც არის სიცოცხლის აზრი, სამსახური კი არ უნდა დაკარგო, ბევრი უნდა შეიძინო პირიქით. მასთან ერთად. ოჯახი კი არ უნდა დაკარგო, ოჯახი უნდა შეიძინო, ოღონ მასში. და არა ოჯახი უნდა გახდეს საპირწონე მისი. წმინდა წერილში ერთი ადგილი წერია, მე თავი და მუხლი არ მახსოვს. თუ შენი ცოლი გეუბნევაო, თუ შენი ცოლი ღამე გეტყვისო, წამოდი უცხო ღმერთებს ვემსახუროთო, მოკალი ის იქვე ასწერია. იქვე. ეს რას ნიშნავს? მოდი ახლა დანავიღოთ და დავხოცოთ ჩვენი ახლობლები, არა, მაგრამ ეს ნიშნავს გაწყვიტ ემასთან ურთიერთობა. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში შენს მისი მოზიარე ხდები. მეგობრებო, ჩვენ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ. რეალობა, ჩვენ ხშირად ქადაგებები გვესმის როგორც რაღაც რიტუალი, როგორც რაღაც ლიტურგიის ნაწილი. ბიბლიას ვკითხულობ და გონია რომ რაღაც რომანს ვკითხულობ. ის ცოცხალია. ის უფალია. ის აქ არის, ის გველაპარაკება. ის გველაპარაკება და მას ესმის ჩვენი ნალაპარაკები და ის გველაპარაკება პასტორიც ამბობდა წინა კვირას მალაქიას წინასწარმეტყველებას, მალაქიას მესამე თავი ასე იწყება, როცა ღვთის შვილები ლაპარაკობენ ერთმანეთში. წმინდა წერილი ყურს უგდებსო უფალი და მარტო ყურს კი არ უგდებს, იწერებაო ყოველივე მოხსენიების წიგნში. და როგორ არის მერე დახატული საუკუნო სასამართლო წიგნი გადაიშალაო და წიგნები გადაიშალნენ დიდება უფალს და გასამართლდა თითეული თავის საქმეების მიხედვით. ანუ რაც ჩაწერილი იყო, რაც დაიწერა, იმის და მიხედვით, ანუ არც ერთი სიტყვა არ არის დაკარგული. დიდება ჩვენს უფალს. ასე რომ ერთი რამე ვიცოდეთ, ბიბლიის კითხვის დროს, როგორც რომანი ისე კი არ უნდა წავიკითხოთ. ის ჩვენ, ან და რაღაცა პროგრამა კი არ უნდა შევასრულოთ. იცი, უამრავი პროგრამები არსებობს, ბიბლიის კითხვის პროგრამა, დღეში ამდენი მუხლი უნდა წაიკითხო და სიმართლე გითხრათ, ახლა მე უნდა უკეთებდი ამას თვითონ მოწოდებას და რეკლამას და მე არ მიყვარს, ყველაზე მეტად ეს არ მიყვარს. და რატო? როცა მე ჩემ თავს ვაიძულებ, რომ ბიბლია უნდა წავიკითხო, კარგად ყოფილა ჩემი საქმე. შენ რო სუნთქვას გაიძულებენ, უკვე ეს კატასტროფა არის. და როცა გაიძულებენ რომ ძალით ჭამო რაღაცა და იძულებული ხდები რომ როგორ მე რაღაცა შეგაჭამო რომ არ მოკვდე. იცი, წმინდა წერილი ჩვენთვის უნდა იყოს სულის საკვები, ის ჩვენ უნდა გვინდოდეს. და როცა ის აღარ გვინდა, მაშინ ძალიან მდგომარეობაში ვარ. ლოცვა ჩვენთვის უნდა იყოს სუნთქვა. და როცა აღარ მინდა, როცა უიდამავიწყდა, რა დაგავიწყდა სუნთქვა გავიწყდება როდის მე? როგორ შეიძლება სუნთქვა დაგავიწყდეს? მაგრამ როცა დაგავიწყდა, ესე იგი უკვე ცუდი მდგომარეობა, იქ განგაშია უკვე ასატეხი. მაგრამ ყველაფერი ნორმალურია, იმიტომ ჩვენ გარეგნობას ეს არ ეთხოვა. ჩვენ სამოსელით ფარავთ ხშირად ჩვენს გარეგნობას. ყველაფერი კარგად, როგორ ახარ? კარგად. სულიერი სამყარო ისეთივე რეალობაა. აი ეს სამყარო უფრო არ არის რეალობა ვიდრე ის. აქ ბევრი ილუზია. 100%-იანი რეალობა ის არის. აქ ბევრი ტყუილი და ბევრი ილუზია. ბევრი მოჩვენება. ბევრი, აი როგორ გითხრათ, არის ესეთი სიტყვა დაბლარული სურათი, როცა სათვალე, რომელსაც იყენებ, არ არის შენი ზომის, სურათია ბუნდოვანი, დაბლარული. აქ ბევრი ესეთი დაბლარული სურათია, გაურკვეველი, ბუნდოვანი, რო ვერ არჩევ, მაგრამ 100%-იანი რეალობა ის არის. ამიტომ ხშირად უნდა გამოვიყენოთ რწმენის სათვალე. და
ღმერთის სიტყვის სინათლიდან გამომდინარე შევხედოთ საკითხებს და დავაკვირდეთ საკითხებს. ჩვენ ცხოვრობთ როგორ? იცი, სწორი ცხოვრება არის ასე. იკითხო, მიიღო პასუხი და აკეთო ის, რა პასუხიც მიიღე. ჩვენ ვართ როგორ? ხშირად ვაკეთებთ საქმეს, მერე ვფიქრობთ ეს რა გავაკეთე და თავში ვიცემთ ხელებს და მერე ვლოცულობთ ღმერთო როგორმე ახლა გამომიყვანე ამ ლაბირინთიდან რომ როგორმე ამას თავი დავახციო. ხშირად ვიღებ გადაწყვეტილებას, შევდივარ ისეთ საქმეში, თანამედროვე ენაზე რომ ბიზნესი ქვია ამას, რომელიც მართლა ის ეშმაკის ტყუილი იყო. მე ხშირად შეკითხვასაც არ ვსვამ, ყველაფერი კარგად არის, იმიტომ რომ მე გადავწყვიტე ასე, მე მომეწონა. შევდივარ, მერე ვფიქრობ ეს რა გავაკეთე და მერე ვლოცულობ ღმერთო მიშველე, ეხლა მოდი ილოცეთ ჩემთვის, დამეხმარეთ, გაერთიანდით ისა ლოცვაში რომ როგორმე გამოვიდი აქედან. მაგრამ ხო არ ჯობია დასაწყისიდან მოგესმენა ღმერთის სიტყვისთვის. შენი არჩევანის გაკეთების დროს გეფიქრა და თუ ადრე ვერ გაითვალისწინეს, მოდი გაკვეთილა დღეს მაინც აქციე. დღეს მაინც აქციე. რომ დღეს მაინც თქვა რომ ღმერთო, როგორც ჩვენი უფალი ლოცულობდა გეცემანიის ბაღში, არა ისე როგორც მე მინდა, არამედ ისე როგორც შენ გინდა. ჩვენ შეიძლება ასე ვლოცულობთ სიტყვით, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით ჩვენ რა გვინდა. ძალიან კარგად ვიცით ჩვენ რა გვინდა. შევხედოთ ჩვენ ლოცვით საჭიროებებს ხშირად. მე ღმერთს ვეუბნებით, ღმერთო, ეს ჩვენ გვინდა და შენ რაც გინდა, ეს შენ გინდა. ამიტომ გააკეთე ის, რაც ჩვენ გვინდა. ჩვენ არ გვაინტერესებს შენ რა გინდა. ან კი ვამბობ რომ მაინტერესებს, მაგრამ ჩემთვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. გააკეთე ის, რაც ჩვენ გვინდა. ჩვენ არ მოგწონს ეს მთავრობა, გააკეთე ის, რაც ჩვენ გვინდა. ჩვენ არ მოგწონს ეს, გააკეთე ის, რაც არ მომწონს ეს, გააკეთე. ჩვენ ხშირად ვიძლევით შეკვეთებს. მენი უზრდებთ ღვთის წინაშე. ნაცვლად იმისა, ჩვენ თავს უთხრათ, რომ ღმერთო, მე ის მაინტერესებს, ხვალ შენ რას ხედავ, რა არის ის, რაც შენ გინდა, იმიტომ რაც შენ გინდა, საუკეთესო არის ჩემთვის. და დიდი სიკეთის მომტანია. არის მოსახდენი, რომელიც მოხდება და მას ვერაფერი ვერ შეაჩერებს. როგორც არ თავდაყირა რომ დადგე შენ, მაინც ისე განვითარდება რაღაცეები. იერემია აფრთხილებდა ციტკიას, ნაბუქოდონოსორს ვერაფერი დაუდგება წინ. ეს მოსახდენია, ეს უნდა მოხდეს. ამიტომ მომისმინე, თუ გინდა რომ ამ მოსახდენი გაიარო და შენ მტრად კი არ და განადგურებად კი არ გადაგექცეს, რომელების 8:28 ღმერთის მოყვარულებს და მისი განზრახვით მოწოდებულებს ყველაფერი სასიკეთოდ ეწევა. როგორ? იმიტომ რომ გაიგებენ რა უნდა ღმერთს, სწავლენ იმ მიმართულებით რაც უნდა ღმერთს და რაც საბოროტოდ იყო მათ მიმართ, სასიკეთოდ აღმოჩნდება მათთვის. იმიტომ რომ ეს ღვთისნებაა, იმიტომ რომ ღმერთმა ჩვენ შეგვიყვარა და 1 თესალონიკელების 1:10 ამბობს, დაელოდეთ ჩვენს მხსნელს, რომელიც მოდის ზეციდან, რომელიც მომავალი რისხვისგან გვიხსნის ჩვენ. დიდება უფალს. ასე რომ მე ძალიან მინდა, მოდი ყურადღებით ვიყოთ. განსაკუთრებით ბოლო დროს არის საკითხები, რომელიც უნდა გადასინჯო, გადახედო, ჩვენი მიდგომები, ჩვენი დამოკიდებულებები, ჩვენი ურთიერთობები. ყველაფერი გადასახედი და გადასასინჯია. პასტორმა ილაპარაკა სიტყვის სინათლეზე და რამდენიმე წუთს ავიღებ და გეტყვით. არის ერთი კარგი ტერმინი, რაც პასტორმა გააჟღერა. აღქმა. აღქმა. აღთქმა კი არა, აღთქმა ისე შეპირება არის. აღქმა. და რაოდენ უნდა ღმერთს, რომ ჩვენი აღქმა გაწმენდილი იყოს. როგორ აღიქვავ მოვლენებს. როგორ აღიქვავ ღმერთის სიტყვას. აი რას ხედავ, იერემიას ეუბნება ღმერთი, რას ხედავ, შენ რო შეგეკითხო, რას ხედავ, რას ხედავ. იცი, მე არ მინდა აი ამ სათვალით ვიყურებოდე. მე მინდა რწმენით შევხედო რაღაცეებს და ღმერთის სიტყვის აღქმიდან გამომდინარე თქვა და მქონდეს სიტყვა და მოვლენები. მინდა აღვიქვა ღმერთის სიტყვა. ღმერთის სიტყვის ახლა ამას სწავლებას არ დავიწყებ, 4 ფორმა არსებობს. ეს ღმერთის სიტყვა, ამენ. მაგრამ რასაც ახლა ვლაპარაკობ, ესეც ღმერთის სიტყვა.
კაცო, ეს არის ღმერთის სიტყვა თუ ეს, რასაც ვლაპარაკობ. პასტორიც ამბობდა, მარიამა რო გულში დაიმარხა, ისიც ღმერთის სიტყვა იყო. ეს დაიმარხა გულში, როგორ ჩაიდო ეს გულში. მაგრამ იოანეს 1:14 სიტყვა გახდა ხორცი, ესეც ღმერთის სიტყვა. აი რაღაცა რო განხორციელდა, შედეგი რო დაიდო, ხელშესახების შედეგი, ესეც ღმერთის სიტყვა. ღმერთს სწორედ ეს უნდა. ერთი გავს გაგახსენებთ მათის სახარების მე-13 თავი, ლუკას სახარების მე-8 თავშიდაც არის, მაგრამ განსხვავება არის ამ ორ გადმოცემას შორის, რომ ლუკას სახარებაში წერია, რომ კეთილ ნაყოფში, კეთილ ნიადაგზე დავარდნილი თესლმა 100%-იანი შედეგი მოიტანაო. მარტო ესე წერია. მათის სახარების მე-13 თავში პირველივე მუხლიდან. თუ წაიკითხავთ, ქრისტე ყვება იგავს თესლზე და მთესველზე, გამოვიდა თესველი მთესად, ისა თესვა და დათესა. ზოგი გზის ნაპირზე დავარდა, ზოგი კლდოვანზე დავარდა, ზოგი ეკალბარში ჩავარდა, ზოგი კეთილ ნიადაგზე. გზის ნაპირზე რომელიც დავარდა, ის მალევე საფრინველება აკენკეს და არაფერი შედეგად არ მოყოლია, იმიტომ რომ მათმა კუჭმა გადაამუშავა ეს და всё გაქრა და დაიკარგა. კლდოვანზე დავარდნილს ნიადაგი არ ქონდა და რა თქმა უნდა გახმა და ვერ აღმოცენდა. ეკალბარდში ჩავარდნილი აღმოცენდა, თითქოს რაღაცა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეკალბარდმა მოაშთო და ნაყოფი ვერ მოიტანა, ხოლო კეთილ ნიადაგზე ჩავარდნილი თესლი აღმოცენდა და მოიტანა ნაყოფი და სამი რაღაც არის ჩამოთვლილი 30-ად, 60-ად და 100 მაგადო. ეხლა ნახე და თვითონვე განმარტავს ქრისტე და ამბობს, რომ კლდოვანზე დავარდნილი ეს ის ადამიანია, ვინც სიტყვა მოსტაცა ეშმაკმა, ეკლესიაში კი იყო, მაგრამ გავიდა ისა კარებში და თავის საზრუნავებით დაკავდა. ისი არიან შეიძლება ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ აქ არიან ადამიანები, ახლა ფიქრობს, რაც ლაქ-ლაქებ თავი დამანებე მილიონი საქმე მაქვს. არიან ასეთი ადამიანები. იცი ხშირად არიან ადამიანები, საათზე იყურებიან, დაამთავრე რა, ფეხბურთი იწყებაო. ესენი ის ადამიანები არიან სამწუხაროდ, ვისაც ეშმაკი ტაცებს სიტყვას, არაფერი მათ არ რჩებათ აქედან. კლდოვან ადგილზე დავარდნილი თესლიც იგივე ადამიანები არიან, კი დაესწრო მსახურებას ბოლომდე და გაძლო, მაგრამ გავიდა და ნიადაგი არ აღმოჩნდა. ორი ყური გვაქვს ჩვენ და სამწუხაროდ ხშირად ორ პირიქარია ხოლმე მათ შორის. და თუ რამე შიგნით არის ყველაფერი მიაქვს ქაას. მოსმენილი სიტყვა დაიკარგა. არავითარი ნიადაგი არ აღმოაჩნდა და ვერაფერი ვერ მოიტანა. ეკალბარდში ჩავარდნილი ეს ის ადამიანებია, რომელმაც მიიღო კიდეც სიტყვა, მაგრამ ორი რაღაც დაასახელა ქრისტემ. სიმდიდრის საცდური და ცხოვრებისეული საზრუნავები. მოაშთო სიტყვა და ნაყოფი არ მოიტანაო, მაგრამ კეთილ ნიადაგზე დავარდნილი ისინი არიან, ვინც მიიღეს სიტყვა, გულის ყურით მიიღესო სიტყვა, კარგი სიტყვა არის, გულის ყური ჩაწვდნენ, გაიაზრეს და დაიწყეს შედეგების მოტანა, მაგრამ რატომღაც ღმერთმა გამემახვილა ყურადღება, რომ ყველა შედეგი 100%-იანი არ იყო. ზოგი იყო 100-იანი, ზოგი იყო 30-იანი და ზოგი 60-იანი. რატო არ იყო თუ ნიადაგი კარგი იყო და მიიღეს სიტყვა, რატომ აინდა-მაინც 100%-იანი შედეგი არ იყო? იცი ყველაფერი რაზეა დამოკიდებული? რამდენად კარგად მიმდინარეობდა მუშაობა, კარგად იყო გამარგლული, კარგად იყო მორწყული, კარგად იყო თუ არა ეს ყველაფერი გაკეთებული, მიეცი თუ არა მას იმის უფლება, რომ ემუშავა შენში და მართლა 100%-იანი შედეგი დაედო. ამიტომ კი შეიძლება ჩვენ კარგი ნიადაგი ვართ, ხშირად თავს ვიმხნევთ ხოლმე, ხო მივიღე სიტყვა, მე ხო მორწმუნე ვარ, მე ხო მოვინათლე, მე ხო მსახურებაში ვდგევარ, მაგრამ აბა შეხედე შედეგებს. გადაამოწმე პროცენტულად შედეგები, რაოდენ მეტი შეუძლია სიტყვა შენში. რაოდენ მეტი შეუძლია სიტყვა შენში. რა ყურადღებას, რას უთმობ ყურადღებას შენ ცხოვრებაში. გალატელთა წერილში წერია, რომ გადაამოწმე თუ ასე წერია, თავს ნუ მოიტყუებ თუ ადამიანი რასაც დათესავს, იმას მოიმკის. ვინც თავისი სულისათვის თესავსო, სულისგან მოიმკის მარადიულ სიცოცხლეს და ვინც თავისი ხორცისათვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებასო. ნახე აპერტი შენ დროს, რას უთმობ დროს, ყურადღებას, რას უთმობ ყურადღებას. ხშირად ჩვენ ისეთ რამეს უთმობთ ყურადღებას, რაც ფუჭია, არაფრის მომტანი არ იქნება არასდროს. მოგცეს ძალა ღმერთმა, რომ ვიყოთ ყურადღებიანები. გადავამოწმოთ ჩვენი მიდგომები, გადავამოწმოთ ჩვენი ურთიერთობები, გადავამოწმოთ ჩვენი აღქმები, აღქმა ღმერთის სიტყვის. როგორ ამბობს ღმერთის სიტყვა? ხომ გეუწყა შენ ადამიანო, რას შენგან ღმერთს? მაგრამ მე უწყა? გავიგე?
აღვიქვი, როგორი არის შენი აღქმა, როგორი არის ჩემი აღქმა, როგორ შედეგებს დავდებ ჩემს ცხოვრებაში. მოწმე შენი აღქმა. ღმერთი ამბობს, მომიხმობ და გიპასუხებ, ასე წერია. დიდსა და მნიშვნელოვანს გამოგიცხადებ, შენ რო არ იცი. დიდება უფალს. იცი, ზეცა არ არის შორს ჩვენგან, არ გვჭირდება ყვირილი, ფეხების ბაკუნი, ის ძალიან ახლოს არის. უბრალოდ გადაამოწმე შენი აღქმა.